როცა ყველას მივყვეთ ღვთის ნებას, მივყვეთ დაუმორჩილოთ ღვთის ნებას ჩვენი როცა თქვია გული, გონება, სული სარწმუნოების სხეული. ჩვენ უამრავი საშუალება მოგვეცა ამისაც ღვთის ნებას დაუმორჩილოთ ჩვენი ძალები, მივყვეთ ღვთის ნებას და ღვთის სადიდებლად, სული საცხოვნებლად გამოვიყენოთ ყოველივე ის, რაც ღმერთმა მოგცა ზუსტად ამისთვის, რომ წაღმა გამოვიყენოთ ეს ყოველივე. ამიტომ ეს ყველაზე მძლავრი საშუალებები არის საიდუმლოებები, პირადად ჩვენს ახლა ხვალ ზიარების საიდუმლო, რომელთაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს შევისის ხორცებთ. მოვინანიებთ ყველა ცოდვას, გავძლიერდებით რწმენაში, გავძლიერდებით სიყვარულში, გავამთლიანებთ ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს მავნე მიდრეკილებებზე, ცოდვებზე ავმაღლდებით. სხვა ასე ვთქვათ, უკეთეს მდგომარეობაში შევალთ ხო, ვიდრე ზიარებამდე ვიყავით დაუშვათ და აი თანდათანობით ცირად წინ წავიდეთ. ყველა უნდა გავაფართოვოთ ჩვენი სულიერი ჰორიზონტი, ჩვენი სულიერი მასშტაბი, ღვთის მადლის მოქმედებას უფრო მასშტაბურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, არ დავწვრილმანდეთ. ძნელია რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა დავწვრილმანდეთ. მცირე უსიამოვნებებზე, ნეგატივზე არ უნდა დავხურდავდეთ. იმიტომ რომ მერე ჩვენვე ვთქვათ ზიანი გვადგება და ჩვენ მერე ვწვალობთ და მერე გამთლიანებას ამას დრო უნდა, რომ ისევ ენერგია აღიდგინო. თვითვამპირიზაცია ხდება, რაც ენერგიის თვით ინტოქსიკაციას ვეძახი ხოლმე. აი ეს მადლი უშრომელად გაედინება, ასე ვთქვათ, უაზროდ რაღაცა უფუნქციოდ გაედინება და იფიტები და გამოფიტული, ესაც გამოფუღუროსავით ხარშენ, რომელიც რაღაცა ნეგატივმა გამოჭამა და გამოღრნა შიგნიდან, ასე ვთქვათ, ეს ნეგატიური ენერგია, ხო, რომელიც შემოდის ზოგჯერ ჩვენში არის ეს ლატენტურად, მაგრამ რომ მივცემთ ამას საშუალებას და ამას, ვთქვათ, ხელს რა შეუწყობთ ჩვენ თავს, რომ ამას კონტროლი გაუწიოთ მას, ის უკვე იწყებს ბმაში რაღაცასთან მოვა, არ ვიცი რასთან მოვა ბმაში. Beșenghetul mizezia era negativ să gamolem, schop in mașini movan, dacă țarșul zracoastan, an ragat maunecevastan, an ragat să kmedebastan, aztan sikvat saknes rovel țeține am de geba, normal kmedebesta, ăsclat arax, jamteli sapuzun. Ama și mașini mova da, și am de activizirde, da uko ițkas mokmedebas, es mokmedeba are să maunero, ai gamu cham să adamias tu armis, tu argačera. საშუალება მიეცემა როგორც აი ურუბოროსის გველი როა ხო თავის კურსს ჭამს აი ესე კუდი არა მთლიანად გამოჭამს ადამიანის სულიერ სივრცეს არ დაუტოვებს ერთ ნატამალსაც ამიტომ მეცადოთ რომ ის უზენაესი ძალა უფლის მადლი რომელიც ღვთაებრივი ხელთუხლელი ენერგია შემოდის ჩვენში ამ გზაზე საფრთხეებით განსაცდელებით უამრავი საშიშროებით ახსავსე გზაზე თავმდაბლობით მივიღოთ ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მივსდიოთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას და მოვიდრიკოთ ჩვენი გული, მოვდრიკოთ ჩვენი გული ღვთის წინაშე, ხო? დავიმდაბლოთ ჩვენი თავი. სიყვარულში, აი სიყვარულს ხშირად ვახსენებ, რომ ეს სიყვარული უდიდეს ნეტარებას მოგცემს, ღვთის სიყვარული და ყოველივე სიყვარული ასევე. ვერიდოთ უკიდურესობებს. Extremi არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა აქედან სამეუფო გზა არის წონასწორობის ჯვართმტვირთველობის უკიდურესობებს ვერიდოთ ხილად ვიყოთ რჩევა ავიღოთ რწმენაში გავძლიერდეთ ზერელეთ არ გავაკეთოთ არაფერი ჯობია ცოტა გააკეთოთ და უძუნებით ღვთის საიდუმლოების საქმე ვიდრე ბევრი და ზერელეთ ჯობია შენი გააკეთო უხარისხოთ როგორ მეტნაკლებად ხარისხიან როგორც შეგიძლია ვიდრე რაღაცა გაუგებარი რამ რაც შენი არ არის და საერთოდ შენი საქმე არ არის ის გააკეთო რაღაცა გადასარევად ჭყალებში და ვერ მოიხმარ ამიტომ ჯობია შენ კურნალო განიკურნე შენი თავი სანამ ვინმე ზურგზე მოიგიდებს სანამ ვინმე რჩევებს მიცემ სანამ სხვას განკურნებ ჯერ კურნალო განიკურნე შენი თავი შენ იარე ყარად შენი დექი ყარად ჯერ რომ სხვამაც შემდეგ შენ დაგეყნოს იყო შენის დაუშვათ საყრდენი რომელზეც ის ლერწამი ამოვა და მოეხვევა მას ხომ მოეხვევა იყო შენის კიდობანი რომელშიც სხვა პოვებს დახმარებას და სხვა პოვებს სიმყუდროვეს თუ შენ არ ვაგიხარ სიმყარე არა გაქვს მაშინ შენ ისეთი გდემლი ხარ რომელიც თვითონ გატყდება და მასზე რა უნდა გამოიჩენოს ხო შენ უნდა გდემლი თვითონ ვარგოდეს რომ მასზე გამოიჩენოს თუმცა ნათქვა ბიბლიაში ხო კურნალო განიკურნე საკუთარი თავი შენი თავი თანამედროვე ენით რო თქვა
ეს გავაკეთოთ. და ნუგეში ძალიან დიდი ნუგეში მოვა. დიდი ნუგეში მოვა. ნუ გვეშენია ურაფერს, იმიტომ რომ უფალი ჩვენთან არის, ღმერთი არასდროს აღტოვებს, ფარული ანგელოზი არასდროს აღტოვებს. ნუ გვეშენია. თავარია რომ ვიყოთ ხილად, მივყოთ დაებრივ სიბრძნეს, ჭეშმარიტებას, რომელიც სულ ჩვენში არის და ჩვენთან არის და იგი ჩვენ არსებაშია, სიღრმეშია. აი ამ სულიერი შიში, გასულიერად გაშიშვლებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ რაღაც ზიზილ პიპილოებს მისდევს, სამკაულებს მისდევს, რაღაცა რაღაცით შეიმკოს თავის სულიერი სიშიშვლეს შეამკოს. ეს უსუსური საყურებელი ძალიან უბადრუგი საყურებელია დღევანდელ ზოგჯერ ესეთი სამწუხაროდ ანთროპული ცვლილება შევიდა ადამიანებში და აი ძალიან ტენდენცია არის, თუმცა თქმა ყველა არ როგორ, მაგრამ მაინც ტენდენცია არის ესეთი, აი სულიერად შიშველი ადამიანი რაღაცას იპოტინება, რაღაცით შეამკოს, შეავსოს თავის სულიერი ვაკუუმი, თავის სულიერი სიცარიე და მაინც ვერ აკეთებს ამას, მაინც პირშიშალა გამოვლებული რჩება, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე, ეკლესიის გარეშე სულიერ დანაყრებას, სულიერ წყურვილის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს ადამიანი. ამიტომ აი ეს აუცილებელია. ვეცადოთ რომ მივსდიოთ ამ უღრმეს ღვთაებრივ სწავლებას, რომელსაც ძალიან დიდი შრომა უნდა, ძალიან დიდი თქვათ ვაჟკაცობა უნდა, ძალიან დიდი შესისხორცება უნდა ამას ყველაფერს უნდა რომ შემოვიდეს შენში ეს სწავლება, შენს გონებაში, შენს სულში, სამშველში, სხეულში, ყველა შენი ძარღვი, ყველა შენი ვენა, ყველა შენი სულიერი, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური ენით რო ვთქვათ, ყველა შენი ორგანო გაჟღინთოს ამ მადლმა, ღვთის მადლმა, ამისაც ვეზიარებ, თქო, ყველა შენი სისხლძარღვი რო გაიჟღინთოს ამითი. ამაზე დგას ჩვენი ცხოვრება. ეს უნიკალური არის ჩვენი სარწმუნოება, ხო, მართლმადიდებლური სარწმუნოების უნიკალური, გაიჟღინთოს მთლიანად ადამიანი ამ რწმენით. სარიელი ადგილი ვაკუუმი არ დარჩეს მის ცხოვრებაში, სარიელი თეთრი ლაქები არ დარჩეს მის მსოფლმხედველობაში, მსოფშეგრძნებაში. მთლიანი სავსე იყოს, უსასრულო და ფართია ღვთაებრივი ქმნილება, მრავალი სავანია, მრავალია, დიდია სამყარო ძალიან ჩვენ ადგილას, სადაც უნდა ვიყოთ, იქ მოგვიყვანა ღმერთმა და იმ ლოკაციაში. ამიტომ არსებობს ეს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავაცნობიერო და წინ თანდათანობით წავიდეთ. რასაც ყველას გისურვებ დიდი სიყვარული და ამბავი.